მოგისალმებით, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დღევანდელ განხილვაში ჩვენ ვაპირებთ გავშიფროთ ზუსტად ის არქიტექტურა, რომელიც თანამედროვე HR სფეროს სრულ ტრანსფორმაციას ახდენს. დიახ, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი უბრალო ქაოსურ დოკუმენტებს იდეალურად სტრუქტურირებულ მონაცემებად. პარსინგი, ინფორმაციის ამოღება და ეგრეთ წოდებული NR თუ HR-ს ტექნოლოგიებთან ან ზოგადად მონაცემებთან გაქვთ შეხება, დღეს ზუსტად გაიგებთ რა ხდება ამ კულისებს მიღმა. 80-დან 90%-მდე. აბა დაფიქრდით ამ ციფრზე. ზუსტად ეს არის იმ არასტრუქტურირებული მონაცემების მოცულობა, რომელიც დღეს ფაქტობრივად ახრჩობს HR დეპარტამენტებს. წარმოიდგინეთ ეს როგორც ტექსტების უზარმაზარი უკონტროლო ზღვა. 1000 გვარი ფორმატის რეზუმეები, სამუშაოს აღწერილობები, შეფასების ფურცლები. ამხელა ინფორმაციის ხელით დამუშავება უბრალოდ შეუძლებელია. სწორედ ამ მონაცემების მოთვინიერებაზე ვისაუბრებთ დღეს. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი გეგმა ჯერ შევეხებით არასტრუქტურირებული მონაცემების მთავარ პრობლემას, მერე ვნახავთ თუ როგორ მუშაობს რეზუმეების პარსინგი რეალურად, ამის შემდეგ გადავალთ ინფორმაციის ამოღებასა და NR ტექნოლოგიაზე, განვიხილავთ ბაზარზე არსებულ საუკეთესო ინსტრუმენტებს და ბოლოს ყველაფერს შევაჯამებთ ძალიან საინტერესო პრაქტიკული დავალებით. დავიწყოთ პირველი ნაწილით. არასტრუქტურირებული HR პრობლემა, ანუ როგორ ვაქციოთ ქაოსი მოქმედებად. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რა საშინელებაა ასობით განსხვავებულ ფაილში ინფორმაციის ძებნა. ეს ხელით მუშაობის რუტინა არა მხოლოდ ნელია, არამედ პირდაპირ აფერხებს კომპანიის განვითარებას. თუ გვინდა ჭკვიანი ანალიტიკა და ხელოვნური ინტელექტის ჩართვა რეკრუტინგში, მონაცემები იდეალურად სუფთა უნდა იყოს. ვიცით რა არის ყველაზე საინტერესო? ამ მონაცემების მოწესრიგება უკვე აღარ არის უბრალოდ რაღაც ტექნოლოგიური ფუფუნება, საერთოდ არა. 2026 წლისთვის ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტი პირდაპირ და კატეგორიულად ითხოვს სრულად გამჭვირვალე და სტრუქტურირებულ მონაცემებს ეგრეთ წოდებული მაღალი რისკის რეკრუტინგის სისტემებისთვის. ეს ნიშნავს, რომ თუ კომპანიებმა არ იციან, როგორ დაალაგონ თავიანთი მონაცემები, ისინი უბრალოდ ვეღარ დააკმაყოფილებენ ამ ახალ უმკაცრეს სტანდარტებს. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. მოდით ვნახოთ პარსინგის ძირითადი პროცესი, ანუ ზუსტად როგორ აგვარებს ხელოვნური ინტელექტი ამ კოშმარს. წარმოიდგინეთ ეს პროცესი როგორც ერთი მარტივი სამნაბიჯიანი მოგზაურობა. პირველ ეტაპზე ხდება ნედლი დოკუმენტის, თქვათ PDF-ის, სისტემაში ატვირთვა. მეორე ეტაპზე AI იღებს ამ ფაილს და პირდაპირ გლეჯს მისგან არასტრუქტურირებულ ტექსტს. და მესამე, ყველაზე ჯადოსნურ ეტაპზე ეს ტექსტი გარდაიქმნება მდიდარ, იდეალურად დალაგებულ მონაცემებად, ყველაზე ხშირად JSON ფორმატში. სწორედ ეს JSON ფაილია ის უნივერსალური ენა, რომელსაც მერე ნებისმიერი HR სისტემა თავისუფლად კითხულობს. მესამე ნაწილი, ინფორმაციის ამოღება და NR. დროა ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ უშუალოდ ტექნოლოგიის ტვინში და ვნახოთ, კონკრეტულად რა მექანიზმები მუშაობს აქ. რა არის ინფორმაციის ამოღება, იგივე information extraction. მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის პროცესი, როდესაც სისტემა კითხულობს თავისუფალ ჩვეულებრივ ტექსტს და ამოაქვს იქიდან კონკრეტული ინფორმაცია წინასწარ გაწერილი სქემის მიხედვით. მაგალითად, კითხულობს გრძელ მოსაწყენ სამოტივაციო წერილს და ზუსტად იჭერს კანდიდატის უნარებს ან სამუშაოს აღწერილობიდან პირდაპირ ამოაქვს ხელფასის დიაპაზონი. მაგრამ ინფორმაციის ამოღების შიგნით გვაქვს ერთი ნამდვილი სუპერვარსკვლავი, named entity recognition. ანუ შემოკლებით NER. იფიქრეთ მასზე, როგორც ზეჭკვიან ციფრულ მარკერზე. ის კითხულობს ტექსტს და ავტომატურად პოვულობს და კატეგორიებს ანიჭებს კონკრეტულ ობიექტებს, ანუ ენტიტებს. მაგალითად, მომენტალურად ხვდება, სად წერია სახელი, სად თარიღი, ორგანიზაცია თუ კონკრეტული პროფესიული უნარი. 2026 წლისთვის კი HR ინდუსტრიას უკვე აქვს ამ ენტიტების ძალიან მკაცრი სტანდარტული სია, რაც ეძებს AI, პერსონას, სახელსა და გვარს, კონტაქტებს, ტელეფონი, მეილი, LinkedIn, განათლებას და გამოცდილებას თავისი წლებითა და პოზიციებით, ასევე კონკრეტულ უნარებს, მაგალითად Python ან Agile, პლუს სერტიფიკატებს და რა თქმა უნდა ლოკაციას. როცა AI დოკუმენტს ამუშავებს, ის ზუსტად ამ კონკრეტულ სამიზნეებზე ნადირობს. ზუსტად ასე გამოიყურება ეს პროცესი მოქმედებაში. სიტყვების ის ქაოსური გროვა ახლა უკვე ლამაზად დალაგებული და ფერებით მონიშნულია. AI მომენტალურად კითხულობს ტექსტს და აწებებს იარლიღებს. ეს კომპანია, ეს ლოკაცია, ეს თარიღია. სწორედ ამის დამსახურება, რომ სისტემამ ზუსტად იცის, სად მუშაობდით და რა პოზიციაზე და არ ერევა ერთმანეთში უბრალო სიტყვები და რეალური მონაცემები. ნაწილი მეოთხე, საუკეთესო HR პარსინგის ინსტრუმენტები. თეორია გასაგებია, მაგრამ რა პროგრამული უზრუნველყოფა არსებობს ამ ყველაფრის რეალობაში დასანერგად? მოდით, გადავხედოთ 2026 წლის არსენალს.
თუ წამყვან ინსტრუმენტებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ Llama Parse ფაქტობრივად ნამდვილი მონსტრია ურთულესი PDF-ისა და ცხრილების დასამუშავებლად. მეორე მხრივ გვაქვს Unstructured IO, რომელიც ჭამს ყველანაირ ფორმატს, სურათებსაც კი. სპეციფიკური HR ამოცანებისთვის text kernel-ია აღიარებული ლიდერი. Archili და Dijkstra შესანიშნავი კომერციული ვარიანტებია. მაგრამ, რაზეც ნამდვილად უნდა გავამახვილოთ ყურადღება 2026 წლის კონტექსტში, ეს არის LangGraph plus ენობრივი მოდელები, ანუ LLM. ეს კომბინაცია გაძლევთ სრულ თავისუფლებას, აწყოთ მორგებული ავტომატიზებული სისტემა, სადაც ადამიანის კონტროლიც იდეალურადაა ინტეგრირებული. მოდით ერთად მივყვეთ ამ ნაკადს. აი, როგორ მუშაობს ეგრეთ წოდებული agentic AI. ჯერ სისტემა იღებს netl text-ს. მერე ენობრივი მოდელი ამოიღებს საჭირო ენტიტებს. შემდეგ კოდი ასუფთავებს და ამოწმებს ამ მონაცემებს. და რაც ყველაზე მთავარია, აქ არის ადამიანის მიერ გადახედვის ეტაპი. დიახ, ხარისხის კონტროლისთვის. და მხოლოდ ამის შემდეგ ინახება ეს სუფთა სტრუქტურირებული ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში. ეს არის სრული უნაკლო ციკლი. აქვე ერთი ძალიან მაგარი პროფესიონალური რჩევა მინდა გაგიზიაროთ. ჩვენთვის, ვისაც ხშირად გვიწევს ერთდროულად ქართულ, ინგლისურ და თუნდაც რუსულ რეზუმეებთან მუშაობა, ენობრივი ბარიერი დიდი გამოწვევაა. ასეთ მულტილინგვურ გარემოში ღია კოდის მოდელები, როგორიცაა Llama 4 და Qwen 3.5, უბრალოდ ფანტასტიკური არჩევანია. ისინი საოცარი სიზუსტით უმკლავდებიან რამდენიმე ენის ერთდროულად პარსინგს. მივედით მეხუთე და ჩემს საკმარო ნაწილამდე. შეჯამება და პრაქტიკული ლაბორატორია. ყოველთვის ჯობს თეორია საკუთარი ხელით გამოვცადოთ, ხო, მართალია? ამიტომ, პატარა გამოწვევა მაქვს თქვენთვის. სამნაბიჯიანი მინი პროექტი. პირველი, აიღეთ ნებისმიერი 3 რეზუმე PDF ფორმატში და ატვირთეთ Llama Parse-ში ან Unstructured IO-ში. მეორე ნაბიჯი, მიიცით სწორი დავალება, ანუ პრომპტი, მაგალითად Llama Force, რომ მიღებული ტექსტი პირდაპირ დასვას JSON სქემაში, კონტაქტებითა და გამოცდილებით. და მესამე, უბრალოდ ხელით შეადარეთ ხელოვნური ინტელექტის დაწერილი შედეგი იმას, რასაც თავად ამოიღებდით. გარწმუნებთ, ეს არის საუკეთესო გზა, ზუსტად შეიგრძნოთ, რა შეუძლია ამ ტექნოლოგიას დღეს. და სულ ბოლოს, სანამ დავემშვიდობობით ერთმანეთს, ერთ საინტერესო კითხვას დაგიტოვებთ საფიქრალად. თქვენი აზრით, რა ტიპის დოკუმენტების დამუშავებაა დღეს ყველაზე რთული AI-ისთვის? რეზუმეების თუ სამუშაო აღწერილობების? და რატომ? უბრალოდ დაფიქრდით, რამდენად განსხვავებულად, ხშირად ქაოსურადაც კი აღწერენ ადამიანების საკუთარ გამოცდილებას. იმედი მაქვს დღევანდელმა გარჩევამ ზუსტად დაგანახათ ის მექანიზმები, რითიც უნდა მოვემზადოთ 2026 წლის გამოწვევებისთვის. დიდი მადლობა, რომ მიყურებდით. დროებით.